დღეს ფრედი მერკურის გარდაცვალების დღეა, სხვათა შორის მარიამის ყველაზე საყვარელი შემსრულებლის და გავიხსენოთ დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმა, სცენური ენერგიის და მუსიკალური თავისუფლების სიმბოლო. 1946 წლის 5 სექტემბერს ზანზიბარში ინდოელი მშობლების ოჯახში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი არის ფაროხ გულსარი. მერკური ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური სმენით და ფორტეპიანოზე დაკვრვის უნარით, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სწორედ ის გახდებოდა ადამიანი, რომლის ხმაც როკ მუსიკის ისტორიაში სამუდამოდ დარჩებოდა. 1970-იან წლებში პოლიტიკური არეულობის გამო მისი ოჯახი ლონდონში გადასახლდა. სწორედ აქ დაიწყო ფრედის მუსიკალური მოგზაურობა, რომელიც მალე ნამდვილ კულტურულ ფენომენად იქცა. ჩამოყალიბდა ჯგუფი Queen, სადაც ფრედი არა მხოლოდ ვოკალისტის, არამედ მთავარი შემოქმედებითი როლი შეითავსა. მისი სცენური მანერა და მუსიკალური აზროვნება ჯგუფის ხელწერის განუყოფელი ნაწილი გახდა. კი ბატონო, და მისი უამრავი ნიჭი, რომლითაც ის იყო დაჯილდოვებული, აქვე დავამატებდი, იმიტომ რომ გარდა სიმღერისა ის არაჩვეულებრივადაც ხატავდა, სხვათა შორის ცოტამ თუ იცის ეს ამბავი მასზე. ლოგოც ხომ მისი შექმნილია. აბარა, კი ბატონო, ეგრეა ზუსტად. ფრედი მერკური არის ავტორი სიმღერებისა, რომლებიც მუსიკალური ისტორიის ნაწილია. Bohemian Rhapsody, We Are the Champions, Somebody to Love, Don't Stop Me Now და კიდევ უამრავია. ჩამონათვალი თითოეული მათგანი არა მხოლოდ ჰიტია, არამედ მუსიკალური ექსპერიმენტის, დრამატურგიისა და თავისუფალი შემოქმედების შედეგი. უნდა ითქვას, რომ მისთვის არ არსებობდა ჩარჩოები, როკს ოპერასთან აერთიანებდა, პოპს თეატრალურობის ელფერს მატებდა და ამ ყველაფერს საკუთარი შარმით ერთ მთლიანობაში აქცევდა და ასინთეზირებდა, მე ამასაც ვიტყვი. და აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მუსიკის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და საოცარი კონცერტი, Live Aid-ის კონცერტი, რომელიც 1985 წლის ივლისში ჩატარდა. კონცერტზე Queen-ის გამოსვლა დღემდე აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო სცენურ შესრულებად. სულ რაღაც 20 წუთი გამოვიდნენ და მართლაც მე ვფიქრობ, რომ ყველას დაუმტკიცეს, რომ იმ დროს თუ ვინმე რამეს აკეთებდა მუსიკაში და გენიალური მუსიკოსები იყვნენ, ყველაზე მაღლა იდგა სწორედ Queen-ი. ალბათ ცოტა სუბიექტური ვარ, თუმცა მაყურებელიც შეიძლება რომ მომყვეს ამ ამბავში, დიდი ნაწილება მართლა ძალიან დიდი რამ გააკეთა მუსიკისთვის. 72,000-იანი სტადიონის 72,000 ადამიანი იყო უშუალო სტადიონზე და ესწრებოდა Wembley-ზე ამ კონცერტს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 150 ქვეყანაში პირდაპირ ტრანსლაციით გადაიცემოდა და 1,5 მილიარდმა ადამიანმა პირდაპირ ეთერში უყურა აი ამ კონცერტს, სადაც ფრედი მერკური კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის იყო გენიალური მუსიკოსი. მარიამ, კატები უფრო გიყვარს თუ ძაღლები? კატები, კატები ფრედის უყვარდა ძალიან, თუმცა მე ძაღლების ძალიან მიყვარს. ой, ფრედი სხვათა შორის აერდროულად 10 კატა ყავდა და კონცერტის დროს თავის შეყვარებულს ურეკავდა და იმ კატების ნახვა უნდოდა. გაგიჟებული იყო მოკლედ კატებზე რა. ფრედის პირადი ცხოვრება ყოველთვის ფრთხილად იყო დაცული საჯარაობისგან, თუმცა მის ბუნებაში ყველაფერზე მეტად სიმართლე და თავისუფლება ფასობდა. 1991 წლის 24 ნოემბერში ცის გართულების გამო მუსიკალური სამყარო მას გამოემშვიდობა. მისი სიკვდილი იქცა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან და გარდამტეხ მომენტად, რადგან სწორედ ფრედიმ გახსნა გზა საჯარო საუბრისთვის იმ დაავადებაზე, რომელზეც მსოფლიოს მრავალი წლის განმავლობაში უჭირდა ლაპარაკი. ფრედი მერკური იყო და არის ადამიანი, რომლის მუსიკა არასოდეს ჩერდება. ის კვლავ ცოცხლობს, რა თქმა უნდა, სტადიონებზე, ფილმებში, ნოტებში და ადამიანების გულებში და სანამ მისი მუსიკა ჟღერს, ფრედიც მუდამ ჩვენს გვერდით დარჩება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ საუკუნეებს გასცეს. ხო, და რა სამწუხარო რა, ის სამედიცინო მიღწევები ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა მისი ცხოვრების ბოლო წლებს და ვერ მოესწრო ის, რაც დღეისთვის სრულიად განკურნებადი არის და სტერეოტიპების დამსხვრეული არის ამ დაავადებასთან შედარებით. სამწუხაროდ ჩვენს კუმირს მოუწია სტერეოტიპების ეპოქაში ცხოვრება და იმ ეპოქაში ცხოვრება, როდესაც აი უკვე ქონდა ამ მედიკამენტებს გახსნილი გზა, ხო, სამწუხაროდ ვერ მოესწრო ეს და ალბათ რამდენიმე წელი იყო აცდენა რა და თუმცა მთავარი ამბავი ალბათ ის არის, რომ ის საჯაროდ სწორედ ფრედი მერკურის შემდგომ ალაპარაკდა საზოგადოება აი ამ დაავადებაზე, კი ბატონო, და ის იყო რაღაცნაირი მაგალითი აი ამ ყველაფრის, თუმცა